გარეშეა კურიერი 6 საათზე. კიდევ ერთი შეჩერებული მშენებლობა განახლდა თბილისში. 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები დედაქალაქის მერიის პროექტის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში ხელახლა დაიწყო. სამშენებლო კომპანიას გარანტორად თავად თბილისის მერია უდგება. თბილისში ცაგარელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულებას 10 ოჯახი 2 წელიწადზე მეტია ელოდება. 7 სართულიან კორპუსზე მუშაობა ფინანსური პრობლემების გამო იყო შეჩერებული. კომპანია კროშტანდიამ სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიისა და საქართველოს ბანკის დახმარებით აღადგინა. უსახსრობის გამო გავჩერდით. როდესაც გამოცხადა ეს მერიის მეორე ეტაპი პროგრამის ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, ამ პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა. ამ პროგრამის გარეშე შეჯიბრებით შანსი არ ქონდა, რომ დავაგრძელებინა მუშაობა. სამშენებლო კომპანიას სამუშაოების აღსაყრდენად საქართველოს ბანკმა $900,000 კრედიტი მერიისგან ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გამოუყო. ხელშეკრულების მიხედვით უკვე დასრულებული ბინებით პირველ ეტაპზე ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომლებმაც მშენებლობაში თანხა შეიტანეს. გასაყიდად დარჩენილ ფართს კი 1 წლის განმავლობაში მერია შეისყიდის ფიქსირებულ ფასად 1 კვადრატული მეტრი $400. საცხოვრებელი კორპუსი საბოლოო სახეს გაზაფხულზე მიიღებს. ჩვენ გავუყავით ფინანსირება $1,750,000 და განვახილეთ მშენებლობა და ესეთი ფორმით იქნება ასე ვთქვათ 1 წლის შემდეგ დასრულებული. პარალელში ასე ვთქვათ პლუსები ის არის, რომ ხალხი ვინც ბინებს ელოდებოდა ამ სახლში ბინებს მიიღებს, ქალაქი მიიღებს კიდე ახალ ბინებს, რომელიც იქნება გასაყიდად გამოტანილი და ამის გარდა დაცეკვდება რამოდენიმე ათეული ადამიანი თითოეულ მშენებლობას. მერიის ინიციატივით დაინტერესება არაერთმა ინვესტორმა გამოთქვა. პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება უკვე გააფორმა რამდენიმე კომპანიამ. პროექტის სიმარტივიდან გამომდინარე ინტერესი სამშენებლო კომპანიების მონაწილეობით ამ პროექტში ძალიან დიდია. მოდიან ის კომპანიები, რომელსაც მშენებლობა გაუჩერდათ ამ კრიზისის გამო და მოდიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ახლა აპირებენ მშენებლობის დაწყებას. სათამბე კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილი საკითხი მოგვარებული აქვს. მშენებარე კორპუსზე აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. გიგი უბულავამ განმარტა, რომ მერიის შუამდგომლობით ინვესტორებს ბანკიდან კრედიტის გამოტანა გაუადვილდებათ. რეალურად ბანკებს მიეცათ მეტი გარანტია იმისათვის, რომ გაცენ კრედიტი და მშენებლებსაც მშენებლობის სტადიაზე მიეცათ რესურსი, ვინაიდან მთავარი პრობლემა მშენებლობის დროს სწორედ არის ის, რომ რესურსების ნაკლებობა, რაც სწორედ ამ კრიზისმა, იპოთეკურმა კრიზისმა წარმოქმნა. მთავარი ამ საკითხში და მთავარი მამოძრავებელი გარდა იმისა, რომ ბევრი მონლოდინე ყავს, ესე ვთქვათ, მშენებარე ბინებს, არის ის, რომ ხალხი უბრუნდება თავის სამუშაო ადგილებს და მეტიც იქნება ახალი ამ სფეროში, იმიტომ რომ დასაქმების კუთხით ეს არის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ 7-8%-ია მშენებლობა